ყოველკვირეული რუბრიკა ფინანსური სექტორის ფარგლებში დღეს საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტებზე ვისაუბრებთ. ერთ-ერთი ბოლო სიახლე სესხზე წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობის 4-ჯერ შემცირებას უკავშირდება. კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით სესხის წინსწრების საკომისიო 2-დან 0.5%-მდე მცირდება ცვლილება ძალაში 1 მაისიდან შევა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში განხორციელებული ცვლილებები ფიზიკურ პირებთან ერთად 2 მილიონ დოლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიულ პირებსაც შეეხებათ. ცვლილების ფარგლებში ასევე დარეგულირდა ამ დრომდე რეგულირების მიღმა არსებული დოკუმენტალური ოპერაციების წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედაზღვარით და ის 2%-ით განისაზღვრა. უფრო დეტალურად თუ რა დათქმებია ახალ რეგულაციაში და ზოგადად როგორია პროგრესი ფინანსურ სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავებასა და სტანდარტების ამაღლებასთან მიმართებით ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ლაშა გზირიშვილთან განვაგრძობთ თემაზე საუბარს. მოგესალმებით ბატონო ლაშა, მადლობა სტუმრობისთვის. დავიწყოთ სიახლით, რომელიც შესავალში ნაწილობრივ განმარტეთ, მაგრამ საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ დეტალები. ეროვნული ბანკის მიზანი აღნიშნულ ცვლილებაში ფინანსური ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაზრდა და ასევე მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. რაში გამოიხატება ეს ყოველივე, რომ აგვიხსნეთ? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ორი თემა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც ეხება მომხმარებლის უფლებების დაცვას და კონკურენციის წახალისებას. ზუსტად ამ მიზნით გადავწყვიტეთ, რომ წინსწრებით დაფარვის საკომისიო შეგვემცირებინა. კონკრეტულად ეს ცვლილება ეხება ყველა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სუბიექტს. ეს ეხება კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სესხისგამცემ ორგანიზაციებს და მთავარი არის, რომ ეს ცვლილება ეხება, როდესაც მომხმარებელს ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადააქვს სესხი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილება საშუალებას მიცემს მომხმარებლებს, რომ უკეთესი პირობები მოიძიონ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, შეადარონ ეს პირობები ერთმანეთს და სადაც უკეთესი შეთავაზება ის გამოიყენონ. ან გაიუმჯობესონ თავიანთი უკვე არსებული პროდუქტის პირობები, როდესაც ვთქვათ, სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში უკეთეს პირობებს ნახავენ, სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში გადასვლისას ეს გადასვლა იყოს უფრო მარტივი და ნაკლები დანახარჯით. თუ აქამდე შესაძლოა 2% ყოფილიყო წინსწრებით დაფარვის საკომისიო, ამ შემთხვევაში იქნება უკვე 0.5%. რომ დავკონკრეტდეთ, ანუ საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში გამოდის, რომ 2% რჩება. შესაძლოა 2%. მოდით აქ უფრო დეტალურად ჩავშალოთ. პირველ რიგში რადგან ჩვენ გვინდოდა წაგვეხალისებინა კონკურენცია და მომხმარებლისთვის სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ პროდუქტის შეთავაზების დროს ყოფილიყო ეს კონკურენცია მაღალი, ეს ცვლილება ეხება კონკრეტულად ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში სესხის გადატანას. თუ მომხმარებელი საკუთარი სახსრებით ფარავს სესხს, შესაძლოა საკომისიო შედარებით მაღალი იყოს, მათ შორის 2%-მდე. თუმცა აქვე უნდა დავამატოთ, რომ დღეს არსებული რედაქციით მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში გაწერილია სხვადასხვა სქემები, როდესაც ეს საკომისიო მათ შორის შეიძლება ნულის ტოლი იყოს, ეს დამოკიდებულია დარჩენილ ვადაზე, ხელშეკრულების დარჩენილ ვადაზე, თუ მაგალითად 6 თვემდე არის დარჩენილი ხელშეკრულების დასრულებამდე ვადა, ამ შემთხვევაში წინსწრებით საკომისიო მიუხედავად იმისა, სხვა ფინანსური ინსტიტუტიდან ხდება დაფარვა თუ საკუთარი სახსრებით, ნულის ტოლია, ეს აქამდეც ასე იყო და ასეც შენარჩუნდება. ამაზე კითხვები იყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის, რომ მოქმედი რედაქციები, სადაც 0.5%-ზე ნაკლებიც შეიძლება იყოს საკომისიო, ეს ბუნებრივია შენარჩუნდება. ასევე აუცილებლად უნდა დავაკონკრეტოთ, რომ მიმდინარე ცვლილება 0.5%-მდე წინსწრებით საკომისიოს შემცირება ეხება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე იურიდიულ პირებს, ოღონდ იურიდიული პირის შემთხვევაში თუ მომხმარებლის ჯამური მოცულობა, ვალდებულებების ჯამური მოცულობა ერთ ფინანსურ ინსტიტუტში ტოლიან ნაკლებია 2 მილიონ ლარზე. 2 მილიონ ლარსებით საუბარია ერთ ფინანსურ ინსტიტუტში. ერთ ფინანსურ ინსტიტუტში, რა თქმა უნდა. ერთ კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტში 2 მილიონ ლარსებით თუ აქვს ვალდებულება, იქ შესაძლოა 0.5%-ზე მეტიც იყოს. მთავარი სიახლე კიდევ ამ ცვლილებების არის ის, რომ დღემდე დოკუმენტალურ ოპერაციებზე, ეგრეთ წოდებული საბანკო გარანტიები, აკრედიტივები, წინსწრებით დაფარვის საკომისიო საერთოდ არ იყო განსაზღვრული და ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბიზნეს სუბიექტებს ეხება. ეს ძირითადად ეხება ბიზნეს სუბიექტებს, ბიზნეს სუბიექტები იყენებენ ამ ტიპის პროდუქტებს, როგორც CME-წარმოებები, ასევე საშუალო ზომის კომპანიები, როგორც აღნიშნე, ეს საკომისიო საერთოდ არ იყო განსაზღვრული.
აღჭურვილი, პრაქტიკაში ზოგჯერ 2%-ზე მეტიც იყო და ამ შემთხვევაში დავაწესეთ მაქსიმალური ზღვარი 2%-ის ოდენობით. აქაც გაყოფილია თანხების მიხედვით, თუ ჯამური მოცულობა ისევ და ისევ $2 მილიონ-ზე ნაკლებია, დოკუმენტალური ოპერაციების წინსწრების საკომისიო იქნება 0.5%, ხოლო $2 მილიონ-ზევით ვალდებულებების შემთხვევაში შესაძლოა იყოს მაქსიმუმ 2%. კი ბატონო ლაშა, სიახლეები, რომელზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, 1 მაისიდან შედის ძალაში და ეხება მხოლოდ ახალ ხელშეკრულებებს. ეხება მხოლოდ ახალ ხელშეკრულებებს, რომლებიც გაფორმდება 1 მაისიდან. თუმცა ასევე შესაძლოა შეეხოს ძველ ხელშეკრულებებს, თუ მასში შედის გარკვეული ტიპის ცვლილებები, ან მომხმარებელი მაგალითად ამცირებს თანხას, ან მაგალითად ახალ გრაფიკს ადგენს, ან თანხას დაიმატებს, ან გააჩნია, ესეც გაწერილი არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, რომ ძველ ხელშეკრულებებსაც შეეხოს. კი ბატონო, სიახლეების თემა, რომ ამოვწუროთ და უფრო გლობალურ საკითხებზე გადავიდეთ, რა ეფექტს ელოდებით და დაახლოებით რა ვადებში, რაზეა გათვლილი ეს ცვლილება? ხო, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავარი მიზანი არის ის, რომ წახალისდეს კონკურენცია. ანუ მაგალითად პრაქტიკაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ როდესაც მომხმარებელს აქვს მიმდინარე ვალდებულება და უნდა პირობების გაუმჯობესება, მაგალითად პროცენტის შემცირება, ან შეიძლება პროცენტი მნიშვნელოვნად არ შემცირდეს, მაგრამ სხვა ტიპის პირობებს იმუმჯობესებს და მას აქვს შემოთავაზება სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან, სხვა ფინანსურ ინსტიტუტში სესხის გადატანა, მთავარი ფაქტორი, რაც ამ დროს მოქმედებს ხოლმე, არის ზუსტად წინსწრებით დაფარვის კომისიო, რომელიც შეიძლება მაღალი იყოს და მომხმარებელი თავს იკავებდეს ამის. ის უკეთესი პირობა არ უღირდეს, რადგან აბალანსებს სწორედ ეს 2%-იანი. ანუ თანხმობრივად ჯამურად მაგალითად 2%-ით წინსწრების საკომისიო, ბევრად უფრო მეტი იყოს, ვიდრე ის სარგებელი, რომელსაც გაუმჯობესებული პირობებით მიიღებდა. და ზუსტად ამ საკომისიოს შემცირება საშუალებას მიცემს მომხმარებელს, რომ უკეთესი პირობებით სხვა ბანკში გადავიდეს. ან თუნდაც შეიძლება იმავე ბანკში დარჩეს, უბრალოდ კონკურენციის გამო არსებულმა მომსახურე ფინანსურმა ინსტიტუტმა გაუმჯობესოს მას პირობები და ესეთი პრეცედენტებიც ქონია, როდესაც საკმაოდ დიდია კონკურენცია და მომხმარებელი თქვათ აფიქსირებს სურვილს, რომ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გადავიდეს, მისი მიმდინარე მომსახურე ფინანსური ინსტიტუტი ზოგჯერ უმჯობესებს ხოლმე პირობებს და საბოლოო ჯამში მაინც მოგებული რჩევა მომხმარებელს. ეს ცვლილებები მომხმარებლების უკავშირს უკავშირდება დიდწილად, რაზე დაყრდნობით მიიღეთ სწორედ ახლა? ზოგადად თქვენ იცით, რომ ჩვენთან ეროვნულ ბანკში მოქმედებს ცხელი ხაზი, ყოველდღიურად ვიღებთ პრეტენზიებს მომხმარებლებისგან. რა თქმა უნდა, ნაწილი მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზია არის, გარდა ამისა, ჩვენ ბაზარსაც ვაკვირდებით და ყოველდღიურ რეჟიმში ვსწავლობთ პრაქტიკულად არსებულ პრაქტიკებს, რას მიმართავენ ფინანსური ორგანიზაციები და ვაანალიზებთ, ხომ არ არის ხელისშემშლელი პირობები, ან ხო არ არის ისეთი პირობების საშუალება გავაუმჯობესოთ ისეთი ფაქტორები, რომელიც ხელშეუწყობს კონკურენციის ზრდას. და სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ეს საკომისიო შეგონცირებით. კი ბატონო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული მიმდინარეობს სწორედ ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, თქვენც როგორც ფინანსური მარეგულირებელი ძალიან აქტიურად ხართ ამ ყველაფერში ჩართული. მე მინდა გკითხოთ პროგრესზე გასულ წელთან შედარებით, რაზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი, თქვათ ის მექანიზმები და მიღწევები, რაც ეროვნული ბანკის ანგარიშზეა მიმართულებით. ზოგადად მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყანაში აღინიშნება ხოლმე 15 მარტს. ჩვენთან ამან უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო, წელს მესამედ აღნიშნავთ და არა მხოლოდ ერთ დღეს, არამედ უკვე კვირეული გავაკეთეთ. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო დიდი მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ჩავიდეთ და უშუალოდ მომხმარებლებს გავესაუბროთ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, აქ 6 მარეგულირებელი მონაწილეობს, გარდა ეროვნული ბანკის არის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტო, კომუნიკაციების კომისია, სემეკი და სურსათის ეროვნული სააგენტო. ჩვენ შედარებით უფრო დიდი გამოცდილება გვაქვს მომხმარებლებთან მუშაობის, ან კონკრეტულად მომხმარებელთა უფლებებზე დაცვასთან მიმართებით ეროვნული ბანკი წლები ამუშაობს, სხვა მარეგულირებლები შედარებით უფრო მოკლე ხნის განმავლობაში, თუმცა ჩვენი გაერთიანებული ძალისხმევით უკვე ვცდილობთ, რომ დიდ მასშტაბზე გავიდეთ და უფრო მეტ მომხმარებელს მივაწვდინოთ ხმა. წლიდან წლამდე იცვლება ხოლმე თემატიკა თვითონ აღნიშვნის ეს ღონისძიებები თავარი რაც ამას პოზიტიური აქვს, რომ ცნობადობა მაღლდება მომხმარებლებში და მაგალითად სტატისტიკას თუ შევხედავთ ჩვენს ნაწილში ფინანსურ მომსახურებაში, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, მომხმარებლების მომართვიანობა როგორც უშუალოდ ეროვნულ ბანკში, ასევე ფინანსურ ორგანიზაციებში მატულობს წლიდან წლამდე. ეს რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ესეთ განმარტებას ვაკეთებთ, რომ არ ნიშნავს იმას, რომ წლიდან წლამდე მდგომარეობა უარესდება და უფრო ცუდად იქცევიან, ასე ვთქვათ, ფინანსური ორგანიზაციები, არამედ პირიქით მომხმარებლების
ცნობიერება იზრდება კი და ამას მოწმობს იგივე სხვა მარეგულირებლების მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიებიც. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამ მექანიზმის შესახებ, მით მეტ ადამიანს ექნება საშუალება, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას. ბატონო ლაშა, აი ცნობიერების ნაწილი რომ გავაგრძელოთ მომხმარებლებში, საინტერესოა, რამდენად საფუძვლიანია მათი მომართვიანობის მიზეზები, თუ საუბრობთ გაზრდილ ცნობიერებაზე. ესეც სტატისტიკა შეგვიძლია ვნახოთ, დაახლოებით ბოლო წლებში რო შევხედოთ, დაახლოებით 20%-მდე პრეტენზიების არის საფუძვლიანი, რაც ფიქსირდება ფინანსურ ორგანიზაციებთან მიმართებით, როდესაც თქვათ მომხმარებლის პრეტენზია შინაარსიანია, საფუძვლიანია და ფინანსური ორგანიზაციები მის ასე ვთქვათ პრეტენზიას აკმაყოფილებენ ხოლმე. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და აღნიშნავ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობდა გასულ წელს. 2023 წლის ბოლოს ეროვნულ ბანკთან შეიქმნა დავების განხილველი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც განიხილავს კონკრეტულად საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ დავებს, ანუ როდესაც მომხმარებელი არ ეთანხმება გარკვეული ტიპის ოპერაციას, რომელიც განხორციელდება მაგალითად ინტერნეტ ბანკინგით, ან საბარათე ოპერაცია, ან გადარიცხვა და რომელზეც მომხმარებელი ამბობს, რომ ეს ოპერაცია მას არ განუხორციელებია, ანუ მისი თანხმობის გარეშე გაკეთდა. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება აქვს, რომ მიმართოს დავების განხილველ კომისიას, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო. გასულ წელს საკმაოდ აქტიურად იმუშავა ამ კომისიამ, 90-მდე საჩივარი იქნა განხილული და აქედან 85% შემთხვევაში მომხმარებლის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დაახლოებით 300,000 ლარამდე აუნაზღაურდათ მომხმარებლებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ დადებითად გადაწყვეტილ შემთხვევებში ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაციები არ დალოდებიან კომისიის გადაწყვეტილებას, ან თავიანთი ინიციატივით გადაწყვიტეს, რომ მომხმარებლის სასარგებლოდ უნდა დასრულებულიყო კეისი. და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აქვს საგადახდო მომსახურებასთან მიმართებით დავა თავის ფინანსურ მომსახურე პროვაიდერთან შეუძლია რომ მიმართოს კომისიას. კი ბატონო, ანუ ის ნაწილი ვთქვათ, რაც ვერიფარებოდა თქვენთან, უკვე დავების განხილველი კომისია არის ამაზე პასუხისმგებელი. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს, რომელიც ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულია, კონკრეტული დავის გადაწყვეტილების უფლებამოსილება როგორც ასეთი არ აქვს. ანუ თუ სადავოა საკითხი, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ მაგალითად რამდენად ირღვევა ფინანსური ორგანიზაციის მიერ ჩვენს მიერ დაწესებული მოთხოვნები და თუ დარღვევა ცალსახა, რა თქმა უნდა, აქ გვაქვს საშუალება, რომ ვთხოვოთ ფინანსურ ორგანიზაციას აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და ესეც ხშირად ხდება ხოლმე. თუმცა ისეთი საკითხები, რომელიც რეგულაციით არ იფარება და ასე ვთქვათ, სამსჯელოა, ამ შემთხვევაში კი ჩვენ შედარებით შეზღუდული ვართ უფლებამოსილებით, მაგრამ კომისიას უკვე აქვს კონკრეტულად დავის გადაწყვეტის საშუალება და ეს არის მარტივი და უფასო საშუალება, ან ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებელმა მიმართოს სასამართლო, სადაც შედარებით უფრო ხარჯიანია და თანხმობის დროში იწელება. კი, ბევრად უფრო სწრაფად მიიღებს სამომსახურე, ბევრად უფრო სწრაფად გადაწყდება დავა. ბატონო ლაშა, თქვენ ახსენეთ საფინანსო ინსტიტუტების ქცევა, როდესაც გარკვეულ შემთხვევებში ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას არ დაალდებიან და მომხმარებლის სასარგებლოდ თქვათ აღანაზღაურეს ის ზიანი, რაც მომხმარებელს მიადგა. რამდენად სრულყოფილია და რამდენად შეცვლილია საფინანსო ინსტიტუტების ქცევა, რამდენად პასუხისმგებლიანია ის, რომ შევაფასოთ? ბუნებრივია გაუმჯობესების საშუალება ყოველთვის არის, თუმცა ახლა გასულ წლებს თუ გადავხედავთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი ამოქმედდა, რომელიც მუდმივად იცვლება წინასწლამდე სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები ემატება, ეს მოთხოვნები დაფუძნებულია მომხმარებლის პრეტენზიებზე დიდწილად იმ საკითხებზე, რომელიც მათ აწუხებს და ბაზრის განვითარების და შემდეგ განვითარების ანალიზის საფუძველზე. აი კონკურენციის ზრდა სექტორში თუ არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისათვის, რომ თქვათ საფინანსო სექტორის მოთამაშეებმა უფრო მეტად იზრუნონ მომხმარებლებს. კი, რა თქმა უნდა, კონკურენცია იმდენად დიდია, რომ მომხმარებელი ძალიან მარტივად იღებს გადაწყვეტილებას მომსახურე კომპანიის ცვლილებაზე. და თუ კი რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორია აი ამ ცვლილების, მათ შორის ის, რაც ჩვენ დავარეგულირეთ აი ამ ბოლო ცვლილებით, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი მიზანი არის ზუსტად ეს ბარიერები მოხსნათ, რომ მარტივად შეძლოს მომხმარებელმა სხვადასხვა ალტერნატივის მიღება და უკვე დანარჩენს კონკურენცია ბუნებრივია რომ არეგულირებს. გარდა მაგალითად აი ამ წინსწრებით საკომისიოსი შეგახსენებთ, რომ ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით მაგალითად საშუალება აქვს მომხმარებელს, რომ სესხის აღებამდე ხელშეკრულებები წინასწარ მოიძიოს გამოართვას ფინანსურ ორგანიზაციას, უფრო მეტიც ფინანსური ორგანიზაციები ვალდებული არიან ხელშეკრულების ეგრეთ წოდებული შაბლონები ატვირთონ
გამოსთავიან საკუთარ ვებგვერდზე. ანუ მაქსიმალურად არის ჩვენი ძალისხმევა იქითკენ მიმართული, რომ მომხმარებელს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს და გადაწყვეტილების მიღების მერეც ინფორმაციის ნაკლებობის არის შემცირებული. რა თქმა უნდა, ინფორმაციის ნაკლებობა პრაქტიკულად აღარ არსებობს და დარჩენ უკვე მომხმარებელზე არას გადაწყვეტს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების მერეც კი, თუ კი ის აღმოაჩენს, რომ უკეთეს შემოთავაზება აქვს, სულ უფრო მცირე ბარიერია იმისთვის, რომ უკეთესი პირობით გადავიდეს მაგალითად სხვა ფინანსურ ინსტიტუტში, ან ზუსტად კონკურენციის გამო სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გადასვლის მზაობის დაფიქსირების დროს საკუთარმა ფინანსურმა ორგანიზაციამაც უკეთეს პირობები შესთავაზოს და გაუმჯობესოს. კი, მსგავს кейსებიც ალბათ არაერთია. კი, ძალიან ხშირია. გამოწვევების ნაწილზე გადავიდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომელიც საჭიროებს დარეგულირებას თქვენი მხრიდან და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ გამოწვევებზე საუბრისას ვახსენოთ განათლების თემა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან ოპტიმისტური ინფორმაცია მოგვეწოდეთ როგორც მომხმარებლების ნაწილში, ასევე საფინანსო ინსტიტუტების ნაწილში, საინტერესოა განათლების და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით რა კეთდება და რა არის საჭირო. ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს ორივე თემა ასევე ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან კავშირში, მიუხედავად იმისა, რა მოცულობის ინფორმაციაც არ უნდა ქონდეს მომხმარებელს წინასწარ და მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რამდენი რეგულაციაც არ უნდა შემოვიღოთ და რა ნაწილიც არ უნდა ვარეგულიროთ ორ სუბიექტ შორის ურთიერთობის, ანუ იგულისხმება ფინანსური ინსტიტუტი და მომხმარებელი, საბოლოოდ მაინც მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაციონალური გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, აქ ფინანსური განათლება ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. რა მიმართულებითაც ეროვნული ბანკი ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს, ყოველწლიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით და სხვადასხვა თარიღების აღნიშვნით ვცდილობთ, რომ ფინანსური განათლების კი, რა თქმა უნდა, ცალკე დეპარტამენტი არის ფინანსური განათლების, რომელიც გარდა სხვადასხვა ღონისძიებისა, ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ფინანსური განათლება სკოლებში ისწავლება უკვე რამდენიმე წელი, ეს არის სავალდებულო თემატიკა, რომელიც შედის ერთ-ერთ საგანში, მოქალაქეობაში და ვფიქრობთ, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ფინანსური განათლების დონეც მოსახლეობაში აიწევს. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოლოო ჯამში მაინც მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას და ერთი მხრივ განათლების დონის ამაღლება გრძელვადიანი პერსპექტივაა და მეორე მხრივ ხელი უნდა შეუწყოთ ისეთი ტიპის რეგულაციებით, რომელიც უფრო მოკლევადიან პერიოდში უფრო დიდ ეფექტს მოგცემს. კი ბატონო და ბატონო შემოდიოთ ბოლოსკენ და უნდა გკითხოთ გეგმებზე და სიახლეებზე, რაც უკვე 2025-ში იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ხელშესახები და ხელმისაწვდომი და ალბათ ამ ნაწილში საინტერესოა ასევე გითხრათ ძირითადად მომართვიანობები, რა მიმართულებით ფიქსირდება, რა აწუხებთ მომხმარებლებს და შემდგომი ცვლილებები ვთქვათ თუ არის კავშირში მათ წუხილებით. ზოგადად როგორც აღნიშნე, მომართვიანობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება, ანუ უფრო მეტი მომხმარებელი მოგმართავს ჩვენს ფინანსურ ინსტიტუტებსაც, გააჩნია იქ თვეების მიხედვით, ან წლების მიხედვით შევხედავთ, ზოგან შედარებით ნაკლებია, ზოგან მეტია, მაგრამ ტენდენცია მაინც მზარდია. ძირითადად საკითხი დაკავშირებულია ბუნებრივია ყველაზე ხშირად მოხმარებად პროდუქტებთან, ეს ეხება ხოლმე საკრედიტო ხელშეკრულებებს, ხელშეკრულების პირობებს, შინაარსობრივად არის საკმაოდ გაზრდილი ასე ვთქვათ, ცნობიერება, როგორც ჩვენ ვაკვირდებით მომხმარებლის, ანუ უფრო საინტერესო კითხვებს სვამენ კონკრეტულად ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით, უფრო მეტად აკვირდებიან და ნახულობენ ისეთ თემებს, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეიძლება მათი უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ფინანსური განათლების დონე იმატებს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, მაინც მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს და კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ახლა ვავითარებთ აქტიურად, ეს არის ეგრეთ წოდებული საბაზრო ქცევის ზედამხედველობა, რომელიც ასევე ჩვენ დეპარტამენტში შემოდის. ამ მიმართულების მთავარი ამოცანაა, რომ დააკვირდეს ბაზარზე არსებულ პრაქტიკებს, რას მიმართავენ ფინანსური ორგანიზაციები, იმ ნაწილებს, რომელიც პრინციპში არ რეგულირდება არანაირი ნორმატიული აქტებით და შესაძლოა პირველ ეტაპზე არანაირი დარღვევა არ ჩაითვალოს, მაგრამ ჩვენ შევაფასოთ ისე იმგვარად, რომ თქვათ ესეთი პრაქტიკა შესაძლოა არ გვევდეს მომხმარებლის უფლებას, ან ზღუდავდეს მის საშუალებას უფრო მარტივად გამოიყენოს ესა თუ ის პროდუქტი და ამ მხრივ ვფიქრობთ, რომ
შევიმუშაოთ საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, რომლის ეგრეთ წოდებული დრაფტ ვერსია უკვე გვაქვს, უახლოეს პერიოდში გვინდა რომ გავაცნოთ სექტორს, ფართო საზოგადოებასაც და ეს იქნება დოკუმენტი, სადაც იქნება ძირითადი მიმართულებები გაწერილი, რა მიმართულებით ვიმუშავებთ, ანუ რა ტიპის ქცევას დავაკვირდებით ბაზარზე და როგორ ვიმოქმედებ ჩემს. პრევენციული ხასიათიც იქნება ამ დოკუმენტში. კი, პრევენციული ხასიათი იქნება, გავაკეთებ სხვადასხვა პრაქტიკების ანალიზს, ვიმსჯელებთ მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებთან, ეს პრაქტიკა როგორ შევცვალოთ და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა შეიძლება რეგულაციაში ზუსტად არ ექცეოდეს, ხო არ შეიძლება ამ პრაქტიკის შეცვლა უკეთესობისკენ, ისე რომ ორივე მხარის ინტერესი უფრო დაბალანსებული იყოს, ან შესაძლოა ამ პრაქტიკის დასარეგულირებლად რაღაც ნორმატიულ აქტში რაღაც ცვლილებები შევიდეს. გასაგებია, ბატონო ლაშა, საფინანსო სექტორი ძალიან დინამიურად და აქტიურად იზრდება ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ალბათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებითაც სამუშაოც პირდაპირ პროპორციულად იქნება კიდევ ბევრი დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას, მაყურებელს შევახსენებ, ფინანსური სექტორის სტუმარი იყო ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი.